მუსიკალური და დამაინტრიგებელი შოუ ვინ არის? 75 წლის დედაჩემს ძალიან მოყვარს ეს შოუ. ამან გადამატებებინეს, იმიტომ ვიცი რომ ძალიან გაუხარდება. არც ერთი გადაცემა არ აქვს, არც ერთი სეზონი არ აქვს და თან გამეორებებსაც უყურებს ხოლმე. და ეს ხომ აქ ხა დაფიქსირებული. ძალიან მოწონს. ერთადერთი შოუა, რასაც ესე გულდასმით უყურებს. დღეს ძალიან მძიმე დღეა ჩვენთვის. იმიტომ რომ მე და მანიკამ დავუშვით სერიოზული შეცდომა. ხო, ძალიან გწყდება გული. ძალიან. იმდენად ჩვენთვის საყვარელი ადამიანი და არა მხოლოდ ჩვენთვის აღმოჩნდა თუთიყუში, რომ ხო რაღაცნაირად დღეს ყველაზე მეტად განვიცდით. ძალიან. მისი თველი ბევრი რამეა, ის რომ მაგალითად შეცდომაც გაინტერესებს, მაგალითად ხმაშენი რომ არ იცნო რას გააკეთებენ. კოსტიუმს პარალელურად ვებრძოდი. ფეხზე იმხელა რამე მაცვია, დავცურავ. ძალიან სასიამოვნო ამბავი იყო, როდესაც გაიხსნა თუთიყუში და ისეთი მაგარი არტისტი, როგორიც ია სუხიტაშვილია, ვიხილეთ, რომ ისიც ჩვენთან არის. აი ასე. ჩემთვის თუთიყუში ჩვენს ფრინველი ძალიან საინტერესო ტიპია. ამ ხასიათის ჩაჭერა ყოველ სიმღერაში რაღაცა ახალი ამბის მოყვა, იმიტომ რომ როგორც მსახიობი ჩემს თავარი ამბავი მოყვე. და თუ ამას ვახერხებდი, ძალიან კარგი. სულ პირველად ია გადავიღე, მე ესე ვთქვათ, ჩემი აღმოჩენა იყო და განსაკუთრებულად ძალიან მიყვარს და მე მქონდა ვერსია იასი, ოღონდ მუხლუხოზე. აი პირველი უცებ ხო არის, რომ აი რატომღაც რომ მგონია რომ ის არის ია, აი პირდაპირ ვთქვი მოიხსნას თუთიყუშმა მიუხედავად იმისა, რომ თუთიყუშის იყო საოცრად შთამბეჭდავი ნომერი. შეიძლება მუხლუხოში არანაკლებ ჩვენთვის საყვარელი ადამიანი აღმოჩნდეს, მაგრამ დღეს ვისი ვინაობაც ვიცით, იმას განვიცდით. მაქვს გულის წყვეტა, თქვა? გულის წყვეტა მაქვს, იმიტომ ძალიან აზარტულია. პატარა ყოფილიყო შეიძლება მეტი რა კიდევაც, მაგრამ მე ვთვლი, რომ დღევანდელ ტურში ერთ-ერთი ყველაზე არა, ყველაზე ძლიერი ნომერი იყო და ვფიქრობ, რომ არ უნდა გავარდნილიყავი. თვითონ პროექტში აი მართლა რაღაც საოცარი დიდი შემოქმედები იღებენ მონაწილეობას და ეს კარგია. ოღონდ დღეს ჩემთვისაც და მანიკასთვისაც ძიმე დღე არის, იმიტომ რომ ჩვენ ორმე ვართ დამნაშავე. ხო, ჩვენ ორმე გავწირეთ, ესე გამოდის. დღეს ასე ვთვლით, რომ შეცდომა დავუშვით და ვნახოთ რა იქნება შემდეგ.
შულე შევუშინდეს ხრამდენი მიწის ქვეშ შორკიდებ შულე საქმე არის დისციპლინი კრეატივდება ვიცი კიცის მაცური თვიცი შულე საქმე არის დისციპლინი კრეატივდება ვიცი ხრამდენი მიწის ქვეშ შორკიდებ შულე საქმე არის დისციპლინი კიცის მაცური თვიცი მეშვიდე ეპიზოდში გვაქვს მულტფილმების ტური. დიახ, ამ საღამოს ამ სცენაზე ჩვენი უსაყვარლესი გმირები გააცოცხლებენ ბავშვობის ნოსტალგიებს. დღეს მეშვიდე ეპიზოდში ყავს 6 მონაწილე და მათი გამოსვლის შემდეგ ჩვენი დამსწრე აუდიტორია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით და ფარული კენჭისყრით აირჩევს თავის ფავორიტ გმირს. ხოლო დანარჩენ 2 აუთსაიდერს შორის კი ჩვენი დეტექტივები გადაწყვეტენ თუ ვის ჩამოხსნან ნიღაბი. და დღეიდან დეტექტივებისთვის იქნება ახალი სასცენო მინიშნებები, ანუ მონაწილის გამოსვლის შემდეგ დეტექტივებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებით კიდევ ერთი მინიშნება, რომელსაც აქ სცენაზე მოვისმენთ. დეტექტივებო, ხედავთ როგორ კომფორტში ხართ და როგორი განწყობა გაქვთ ამ განსაკუთრებული ტურის წინ და რომელია თქვენი საყვარელი მულტ პერსონაჟი. მანიკა, სანამ მულტ პერსონაჟამდე მივიდოდეთ, ანრის უნდა გადავუხადოთ. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი გახსნისთვის და იმ განწყობისთვის, რომელიც რომ გახსნა. წინასწარ შეგვიქმნა. ამიტომაც გამოვეცვე აი ესე საბავშვო ბაღიდან გამოქცეული ბავშვი. რომ აი ეს ბაღიდან რო გამოიქეცი. ჩვენი ბავშვობის მთელი აი ეს რაღაცა დაგროვილი ხიბლი ემოციები, რაც უკავშირდება განსაკუთრებით რა თქმა უნდა დიდებულ ქართულ მულტიპლიკაციას, ხომ? აი მინდოდა რომ აი ამ ყველაფერში მემოგზაურა და ჩემს გარდერობშიც ესე ოპა! კი ბატონო. გადასარევად გამოიყურები. ერთის გამოყოფა ძალიან გამიჭირდება, ზოგადად პატარა ბავშვი ჩემში დღემდე ცოცხლობს და დღემდე ძალიან მიყვარს ანიმაციური ფილმების ყურება, შესაბამისად დღევანდელებსაც განსაკუთრებულად ველოდები. რომელ პერსონაჟზე ყველა ბავშვს გვაქვს ეს, ხო? ეხლა ვიღაცას პიტერ პენობა უნდა და ეხლა თუ იცით ბავშვებო რომელი პერსონაჟი ეხლა დღეს უკვე რაპუნცელებზე არიან გადასული. აი რაპუნცელი არის ჩვენი მანიკა. ჩემს ბავშვს საოცარი თმებით. ჩემს ბავშვობაში უფრო კონკია იყო ეს პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარდა. შვენიერი. აი შენ? მე ვინ მიყვარდა? ისა ურსულა პატარა აუ მე არიელი, კარგი. ნახე ის იმდენად შთამბეშტავი პერსონაჟია დღემდე ჩემთვის. ურსულა სინამდვილეში ეს 8 ფეხა. სულ არ არის ბოროტი, ის გააბოროტეს. აჰა. ხო, ჩვენ მე გაგრძელება არის. სინამდვილეში არ მომკვდარა. გადაიღებენ მაგასაც აუცილებლად და ბასა შენი საყვარელი მულტ პერსონაჟი? ჩემი საყვარელი არის ავატარი. ავატარი. აუ სასწაული. აი ეს არ გამახსენდა. გადასარევი ხო და განსაკუთრებულად მიხარია დღეს იქნებ რაღაც მინიშნებები მოვისმინოთ. დიდი მადლობა და სანამ ჩვენ საოცარ გმირებს წარვადგენ, მოდი ჩვენი პარტნიორი კომპანიები წარვადგინოთ ერთად. ყველაზე კარგად გამოგდის ეს ჩვენ. გადაცემის სპონსორია სახის, სხეულის და თმის მოვლის ესპანური ბრენდი ფიფაზი. ევროპული ხარისხი და ფართო ასორტიმენტი მხოლოდ ავერსის აფთიაქებში. ჩვენი სპონსორია ყინულივით ცივი. ის ერთი ჯადოსნური ინგრედიენტი, რომელიც ყველაფერს აგემრიელებს. გადაცემის სპონსორია რესტორანი კოლონადები ქვებრისგან, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ძველ ბულვარში. იქ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, შიდა და გარე სივრცეები, ქართულ, ევროპული სამზარეულო და ცოცხალი შესრულებით მუსიკა. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე.
Neverland-ის საქართველოში ნომერ 1 ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს სივრცეში. ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. რადიო იმედი. ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. მეგა შოუს ნახევარი უკვე გავიარეთ და მოდი ერთად ნახოთ ჩვენი პერსონაჟების შესანიშნავი ეპიზოდი როგორ მოვიდა აქამდე. გაცოცხლდნენ ჩვენი მულტიპლიკაციური გმირები, სიუჟეტები და რაც მთავარია, სიმღერები და წარმოგიდგენთ პირველ მონაწილეს. როგორც თვითონ გვითხრა, ის ამ მულტფილმში თავადაც არის, მაგრამ იმიტომ არავის არ გვახსოვს, რომ ეპიზოდური როლი აქვს და მიწაზე დახოხავს. მუხლუხო სცენაზე! ხარით, ჩემი ამოცნობა მარტივი არ არის მეთქი. მიზანს როცა ვხედავ, ჭკუა მეკეტება და სხვას ვერაფერს აღვიქვამ. ამიტომ მივდივარ და მივაყობ წყლებს წინ, მოგებისკენ. ანუ მიზანმიმართული ადამიანი. მიზანასახული ვარ, რომ სულ უკუღმა რომ ვიარო, ჩემს მიზანს მაინც ვაღწევ. როგორი ურთიერთგამოხსნები არა? ნამდვილი ოქსიმორონი. მაგრამ არ შეცდეთ და რისკიანი არ გეგონოთ. მე როგორც სულ ხან-საბას იგავარაკების სკულს და ვინ არის მუხლუხოს მჯერა რომ შორიგზიდან მოიარე შიმშვიდობით მიდიო საუკეთესოდ გამომხატავს. ანუ ფრთხილია. ხანდახან შეიძლება სწორი პასუხი წინ მედოს, მაგრამ პროცესი იმდენად მომწონს, შეიძლება შუაში სხვა რამეზე გადავერთო. მუხლუხოებს მულტასკი, ანუ მულტიტასკინგი გვახასიათებს. ეს მე არ მომიგონია, მაგრამ ვინც მოიგონა, იმის იმშურს. ისე სულ მინდოდა აპლიკაციის გაკეთება, სადაც ჩემს აბრევიატურებს და კონსპირაციებს შევყრიდი. წარმოიდგინეთ, ჩაწერთ ნებისმიერ სიტყვას და იმაზე გიგდებთ შეთქმულების თეორიას. ChatGPT-ია ეგ. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს თავს მოვუყრი, იქამდე ფინალამდეც გავა. ანუ ახსენა აპლიკაცია. მულტიტასკინგი ახსენა. მულტიტასკინგი. ხო, ბევრ საქმეს აკეთებს ერთდროულად. ასე შეიძლება გადმოითარგმნოს. ბევრ საქმე.
მოდის ჩვენი მუხლუხო. ნეტარ რომელი ანიმაცია შეარჩია? ო, რა საინტერესოა, რომელ სიმღერებს? მე მგონი ის არის, ან მაუგლი იქნება, ან Lion King-ი. Vai me Lion King-ია. Can you feel? ხო. უიცა. Vai me ჟირაფიც მოვიდა. არ არის ანიმიძე. არ არის. არია. ურაკაია. აუ, რა სილამაზეა. Viva! Rosa Parelia. The day we arrive on the planet and blinking step into the sun. There's more to see than can ever be seen, more to do than can ever be done. There's far too much to take in, more to find they can ever be found. Though the sun rolling high through the sapphire sky keeps great and small all the endless round. It's a circle of life, and it moves us all through despair, through fate and love, till we find our place on a path unwinding in a circle, the circle of life. საოცარი და აუ, რა სილამაზეა. ულამაზესი. It's a circle of life, and it moves us all through despair, through faith and love, till we find our circle of life. Bravo! სცენაზე! აი ესეთი სასწაული გასწავდა. Bravo! ყველასთვის უსაყვარესი მულტფილმით გაიხსნა Lion King-ით, მაგრამ მუხლუხოც რომ ამ პარტიას იმღერებდა, რომელიც არის ამ მულტფილმის. მუხლუხოს შეუძლია უფრო მაგარი პარტიებიც იმღეროს. ნუ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩამოდი მუხლუხო უნდა გამხილო, ჩემო სიხარულო. წეღან მაკას სხვათ შორის ვამბობდი რომ თუ Lion King-ის საუნდტრეკი იმღერა და რო იწყება, ამას უბრალოდ არტისტი და სიმღერის მოყვარული ვერ შეძლებს, იმიტომ რომ აქ ჭეშმარიტად უნდა იყოს მუსიკოსი. გაქნა ხომ არ გამოიცანი? მე მიმაჩნია და სამივე თანხმდები. მუხლუხო, ფანტასტიკა. ბრავო მუხლუხო. ბრავო! არჩევანიც ასეთი უნდოდა ნამდვილად.
როგორი სიმღერა იმღერა საოცარი გახსნა იყო, საოცარი დადგმით და ნუ აი მუხლუხო ისე მღერი, ისე არც ეჭვიც არ შემპარვია ეხლა მივხვდი ბოლოს ვინც ხარ და რა გასაკვირია რომ აი ესე სრულიად ფანტასტიკურად მღეროდე რა. დღეს მაინც და მაინც ესე რა ასე არ გაგიქვამს არასდროს. უნდა გაგახსენოთ წინა ლაივზე. არა, წინა ლაივზე ანრიმ თქვა 100% დარწმუნებული ვარ რომ იანინიძია. ხო, მაგრამ შეხო ინიშნავ ყველაფერს ჩემო მანიკა. როცა ტანგო იმღერა, იქ ძალიან გავდა იას დაბალ რეგისტრს. თუმცა აბა არავინ სხვა თუ არა სრულიად ფანტასტიკური ქართველი ჯაზ დივა მაია ბარათაშვილი. მაგრამ ნახე, მიუხედავად იმისა, რომ ანდრის ვეთანხმები და სხვათა შორის ეს ვერსია მე პირველ ლაივზე ვთქვი და მე პირველი ნამდვილად მუხლუხოზე ეს ვერსია ვთქვი, მაინც მე ვუშვებ, რომ იქნებ ეს ადამიანი, ვინც მუხლუხოშია წარმოდგენილი, ბაძავს მაიას, იმიტომ რომ ფაქტია რომ მან კარგად იცის სიმღერა. მაგრამ ნახე, ძალიან რთულია მაიას აი ტექნიკას, ტემბრს საერთოდ მიბაძო. იცი რა, ნიჭიერი ადამიანი. თუ ასეთი ვინმე არის, რომ მაია ბარათაშვილის ვოკალის დაკოპირება ასე შეუძლია, გასაძევებელიც არის მუსიკალური სფეროდან. თუ ასე ბაძავს და ასე აკოპირებს, საქართველოს ყავს ერთადერთი მაია ბარათაშვილი. მეორეს არ მივიღებთ. გეთანხმები ნამდვილად. მანიკა, თუ მუხლუხოში ნამდვილად ზის მაია ბარათაშვილი, შენ ჩაგეთვლება რომ გამოიცან, იმიტომ რომ დღეს რა თქმა უნდა მაიას არ დავასახელებ, ვინაიდან ეს ვერსია ჩემგან უკვე გაჭირდა. ვერ ჩაეთვლება და რატო, იცი? ნახე, მე ამ შემთხვევაში ანდრი მე ვხვიტა ვარ. მოიცადე ერთი არა, მაყურებელი წყოს და მაყურებელმა კარგად იცის რომ მე უკვე ვთქვი ერთხელ. შენ თქვი უბრალოდ ნახე. გინდოდა რომ მაია დაგესახელებინა, იმიტომ რომ კაი ტიპია მაია ბარათაშვილი და გინდოდა დაგესახელებინა, თორე ახლა მე აღმოვაჩინე მაიას ხმა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. იცი რა პროექტის მიხედვით ამას მნიშვნელობა არ აქვს. მანიკა მე შენს მხარეზე ვარ. მოდი შენ ხა იანინიძე თქვი. არ მეწყინება. კარგი, ჩემი ვერსია იანინიძე. ბატა შენი. თუმცა მაინც მე ჩამეთვლებად. თუ ანდრის დღევანდელი ვერსია ჩაგეთვლება, გპირდები. მეც მიმაჩნია რომ მანიკას უნდა ჩაეთვალოს პირველი მანიკამ თქვა. მიუხედავად იმისა რომ წინა ტურზე მე იას უხიტაშვილი მეგონა საოცარი მსახიობი, დღეს მეც დარწმუნებული ვარ და აი დგომაზეც და ხმაზეც ვფიქრობ რომ მაია ბარათაშვილი. ორი მაია, სამი მაია. ანუ ბარე მესამეც გეთქვა. არა, და სამაია გვეცეკვა რა. ორი მაია და ერთი ია შუაში. ძალიან დიდი მადლობა. ოვაციებით უნდა გავაცილოთ ჩვენი მუხლუხო, იმიტომ რომ რაღაც შესანიშნავი ნომერი გვაჩვენა. ბრავო, ასეთი ტალანტისთვის. გადაცილეთ დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემი. ბრავო. მას ძალიან უნდა და 103 ყოფილიყო, მაგრამ კატისებრთა ოჯახიდანაა და დალმატინელებში ვერ გაერია. პანტერა სცენაზე! საძაგელი პანტერა. როდესაც უსასმენები მიკეთია, მგონია რომ ხმა მაღლავს სუნთქავ. ამიტომ სუნთქვას ვიკავებ. და როცა ამოვის სუნთქავ, ის უფრო ხმა მაღალი ხდება. მწვანე კანფეტებს ყოველთვის ბოლოსთვის ვიტოვებ. ადრე იმიტომ რომ არ მიყვარდა, ახლა იმიტომ რომ მიყვარს. თუმცა წითელი ყველაზე გემრიელია. მე შემიძლია წუთზე მეთხანს არ ვისუნთქო. დაკვირვები ხართ? რომ წყალში დრო ორჯერ უფრო სწრაფად გადის. ადამიანები როცა იტყუებიან, რაღაცნაირ სახეს იღებენ. ზოგი ლამაზი ხდება, ზოგი პირიქით. პროფესიონალი მოცურავე ხომ არ არის? ხანდახან ვუცნებობ ორი ვიყო. რატომ? არ ვიცი.
სწორ კომპოზიციას შეუძლია სურათის აზრი სრულად შეცვალოს. ადამიანი ვით არის? გააჩნია საიდან შეხედა. ზოგჯერ კონკრეტული ქვეყნის ენა არ იცი, ჩადიხარ და ხვდები, რომ ყველაფერი გესმის. ადამიანებმა ერთი მთავარი ამბანი უნდა ვიცოდეთ. თქვენ აქ ხართ? მე ჩემთვის რაღაცეებზე ვფიქრობდი, თქვენ კი თურმე უკვე იღებთ. აი 2 წამი და მზად ვიქნები. ანდა 2 წამის რად მინდა. კრუელა მოვიდა. რა ფორმაშია. არა მიყვარს რა მაგარია. პანტერა უნდა შევიქთო ცოლად. შეიმღლო. შევუღლდე, იმიტომ რომ აი კრუელა როა უკვე მომწონს. აი რატო გიყვარს უცუდით პერსონაჟები? იმიტომ რომ სინამდვილეში ისინი არიან ძალიან კეთილშობილები. ცხოვრებამ გააბოროტა. ადამიანებმა, ჩვენნაირმა ადამიანებმა გააბოროტეს. ჩემნაირმა რატო? იმიტომ რომ კარგი ხარ. ნახე რა. უხდება კრუელობა. ძალიან. Looking for Cruella de Vil. Cruella de Vil. Cruella de Vil. She doesn't scare you, no evil then will. To see her is to take a side of chill. Cruella de Vil. The color of her lips, the eyes in her stare, all innocent children. მომღერალი არა მგონია. She's like a spider waiting for the kill. Looking for Cruella de Vil. Cruella de Vil. And she doesn't scare you, no ფეხებს evil ძალით thing აკეთებს რაღაცნაირად. Cruella de Vil. To see her is to take a sudden chill. Cruella de Vil. მაგარი ნომერი. ძალიან. First you think Cruella is a devil, but after მომღერალია time ხალხი. she's run away the shock. ვეღარ გავიკე. You come to realize that you've seen her cut away. You watching you from underneath the rock. გაიხსენი ამ ტაიმის მომღერალი ვინ ყავს? Cruella de Vil. If she doesn't scare you, no evil thing. უი მოდი. Cruella de Vil. To მეგონი see არ her არის is to ძალიან take a მაღალი. sudden chill. Cruella de Vil. Cruella de Vil. She doesn't scare you, no evil thing. Cruella de Vil. To see her is to take a sudden chill. Cruella de Vil. Cruella de Vil. Looking for მე ვიცი ვინ არის. როგორც ყოველთვის ტრადიციულად ახალი იმიჯით ჩვენი პანტერა. გადარეული. ბოლოს ტაშის დაკვრაც დაგვავიწყდა, ისეთ საგონებელში ვიყავით. შეგვამჩნიე, ხო? ნუ შეგამშვიდ რომელია მე ხო საგონებელში ვარ. არა, თან ყოველ ჯერზე სხვადასხვა ვოკალი აქვს. მეშინია. თან დღეს ისეთი იმიჯი გაქვს. გასა, გისმენდა. ძალიან კარგი გმირია, აი ძალიან კარგი გმირია. ისე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი იმიჯსაც იცვლის და რაღაცა ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ხმით და ვიზუალით მოდის. კი, დღეს საერთოდ სხვანაირად იმღერა. აი ზუსტად ერთ მომენტში ვფიქრობდით, არ არის მომღერალი, მე რაღაც ისეთი ფრაზა აიღო. უი მომღერალი. გასავ თან ხვდებით რომ აქ ეხა ისმოდა პროფესიონალი მომღერლის ნამღერი. აღარ კოცნებს გიგზავნი. აღარ ლაპარაკობთ ეხა კლასიკურ მუსიკაში რაც ჩაიდინა და ave maria როგორ იმღერა. ხო და თუ მით უმეტეს შენი კოლეგა და ვერ იცნობ ამ მონაცემების ადამიანს. მე ტემბრით
ხო, შავ დღეში ვართ, ვინმე გვიშველეთ, რამე ვერსია. რამე ვერსია გააქვთ? პანტერა. დარბაზი. ერთი კითხვა მაქვს პანტერასთან, იმიტომ რომ აი დარბაზიც დადუმებულია, ცნობილი ხარ? ერთი წუთი. მინიშნების ხო, აი ეს მინდოდა რომ შემეხსენებინა. ახლა გამოვიყენო? რა თქმა უნდა, გაქვთ უფლება რომ გამოიყენოთ დამატებით ერთი მინიშნება, რომელსაც ახლა ამ სცენაზე მოვისმენთ. ძალიან. მართლა? ყურადღებ აბა, დასხეთ. დავცხოთ. არიქა. მე აქ მაღალი ნოტების ასაღებად არ მოვსულვარ. კარგად შესამიღბად და თქვენ საწვალებლად მოვედი. ой, მაღალი ნოტების ასაღებად. არ ანუ მაღალი ნოტები მაქვს და ვინიღბებიო? მაგრამ რაღაცები აიღო. არა, ნუ ახლა რაც უნდა გაშიფრულია რა გავაკეთო? რომ ყოველ შემთხვევაში პანტერა თავიდან გვეგონა რომ აი ესე ნიამ ვითომ ღერის და აქამდე რაც დაგისახელებიათ, ანუ ხაზი გადაესვა. მაგალითად თავიდან ისე დაიწყო პანტერამ აქ მოღვაწეობა რომ აი ნიამ-ნიამნას რატო ვღადაობ? იცი ვითომ დიდად ეხა სიმღერა არიცის და აი ხო ხტები მე 10 ხმით რომ ღერის. მე ახლა რაც ჩაატარა შუბერტის ავე მარიაში და ახლა დღესაც აქ ახლა მღეროდა ეს ქალი, კაცო. შეიძლება ახლა იმ მანერაში იმღერა ტემბრალურად რომ ძალიან მივამსგავსე ერთ სამ ადგილას. მგონია რომ შეიძლება პანტერა იყოს ქეთი ფარესაშვილი. ქეთი ფარესაშვილი. ვოუ. ქეთი ჩვენი ქეთი. საინტერესო ვერსია. შენ რას ფიქრობ? მე ორჯერ ძალიან კარგი შემსრულებელი დავასახელე, ვიზეც მქონდა ეჭვი. ეს იყო თეონადვალი და ეკა მამალაძე. ეხლა რატომღაც გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ არის ელექტრონული მუსიკის ჩემი საყვარელი არტისტი ანა სოი. აი რა. ანა ჯაფარიძე. ანა სოის სახელით უფრო ანა იცნობს სოი. საზოგადოებაში. ანაშვენიერი, გადასარევი. მიღებულია და მანიკა შენ იცი რა, დარჩი. ხმა იმდენად შენიღბული აქვს ჩვენს პანტერას და ეს მის ნიჭს მიუთითებს პირველ რიგში. ხმით ვერავის ვერ მივამსკავს. ისევ მივდივარ ვიზუალზე, ეს გრძელი ფეხი, ლამაზი სხეული, სიმაღლე, თან თუ მომღერალია და პროფესიონალია, ასეთი მახსენდება ნინი ბადურაშვილი და იქნება არის ნინი და ბადურა შეიძლება იყოს, თან ბადურა ვაკეში ცხოვრობს, ვაზა. და რა შუაში? და რა ხდება ვაკეში? ვაიმე ანდრის მაიმონო. ნუ მაიმონო. შვენიერი ვერსიები დაფიქსირებული, მიღებულია. მადლობა და გავაცილოთ ჩემი პანტერა. ჩემი პირველი პანტერა, ეთქნები ესე გადაგვიქნია პანტი. როგორც გავარკვიეთ ისინი წყალქვეშ under the sea მეზობლები ყოფილან ამიტომ შევეგებოთ მედუზას სცენაზე მედუზა რა მეგვითხარი რა ხელთ ჩასაჭიდი ერთ რამეს გეტყვით ჩემზე. ქალბატონო მედუზა არ დამიცახოთ არასდროს. თორემ თავის სისფერი მთების უარყოფითი პერსონაჟი მეკონება. რატო? არჩევაზე რომ იყოს, სისფერ მთებში მწერალი ვიქნებოდი. ვის ნაწერსაც არასდროს კითხულობენ და არც უქვეყნებენ. რატომ? იმიტომ რომ ლაპარაკს წერა მირჩენია. ანუ წერს. ახაც რომ შემეძლოს სიმღერებს კი არ ვიმღერებდი. რამეს დაგიწერდით? ლაპარაკს წერა მირჩევი. შეიძლება აქტიურია სოციალურ ქსელში და სულ წერს. თურმე ბევრი ჯენზი ჩემნაირად ყოფილა და ლაპარაკს წერა ურჩენია. სიტყვა ჯენზი ბავშვებმა მასწავლეს. ხო და? კაი თანამედროვე და ახალგაზრდა ყოფილვარ, თქვი დალოცვილება. სხვათა შორის ჩემზე ბავშვებს უთქვამთ.
მაგარი ქულვაიბის ბებოა საჰენ გაუთოთო Cool bebo. მაგათ მასწავლეს TikTok-ი რაც ნამაგაც მე TikTok-არიც არის დღეში 3-4 საათი შემიძლია გრაგნო სკროლოს ვერ მივეჩვიე სკროლი მითხრეს გრაგნილს ნიშნავს ხოდა მეც გრაგნავ უფრო ჩემია რა გრაგნა ხო ახალგაზრდობაში სულ მინდოდა მქონოდა ტატუებს რომ ეძახიან და კიდე აი ეს რაღაცებს რომ იხვრეტდნენ მაგრამ აბა ჩემ დროს სად იყო ნემსი მარტო პოლიკლინიკაში ჰქონდათ ან სამკერვალოში სახლში რომელიც იყო ის უნდა გამოგეხარშა ანუ ისევ მაღალი თაობის წარმომადგენელზე მიგვანიშნებს უფროსი თაობის მოვიდა ჩემი ბედნიერება ჩემი ვოკალური ბედნიერება და თავის ტკივილი ერთხად ამის მინიშნებაც მოვისმინოთ დღეს რა აუცილებლად The suet is always greener in somebody else's lake. You dream about going up there, but it is a big mistake. Just look at the world around you, right here on the ocean floor. Such wonderful things around you. What more is there looking for? Under the sea. Under the sea. Darling is better, gone where it's wetter. Take it from me. აი ახლა Out on the shoulder we crazy, out in the sun the sleigh away. While we do want more time to floating under the sea. Down here all the fish is happy, as up through the wind they roll. The fish on the land is happy, the shit cold in the არა თან მოქნილია ნახე როგორ მოძრაობს ამ კოსტიუმი the in for the worst day. One day when the boss get hungry, guess who gonna be on the plate? Under the sea, under the sea. Fry us and eat us in fricassee. We want the land full close to cook. Under the sea we off the hook. We got the troubles, life is a bubble. Under the sea, under the sea. Sea's love is sweeter, we got the beaker naturally. Even the sergeant and the rain, they did the audience start to play. We got the spirit, we got to hear it under the sea. When you play the blues, they can't play the heart, and they play the bass, and they sound the sharp. The bass play the brass, the chop play the top. The Duke is a Duke of soul. He can play the leaf on the street. The two's walking out, the blackfish, the sea, the smell that they spread. They know where it's at. They blow the blow, the blow. ოპა Under the sea, under the sea. When the sun begins, the music to me. What do they call the lot of sex? We got a hot crustacean band. Each little clown here know how to jump here under the sea. Each little snail here know how to well here. That's why it's hotter under the water. Yeah, we in love here down in the muck here under the sea. მოწოდების სიმაღლეზე. დღეს ხანაირი იყო. კი, ბრავო, ბრავო. გამაგარი. დაბკოვა გაღიმებული თუ არა? ნამდვილად. სიმღერას რომ თავი დავანებოთ, რა ენერგიის პატრონია, ვინც არის, არ გაჩერებულა. აი იმხელა ენერგია ჩადო ამ სიმღერაში და ალბათ ისეთი დაღლილია, მალე უნდა გავუშვათ. და მე თუ კარგად ხედავ.
არაო, თან არაო. არა, ისეთები აკეთა წარმოუდგენელია, მე ხო ვიცი რა არის და შენ ხო იცი. დიდი ვარო. თან სულ მიგვანიშნებს, რომ არის ასაკით დიდი. ქალბატონოთი ნუ მომმართ. არა, მივმართავთ, მაგრამ უფროსი თაობის გოგოა. ეხლა შემახსენეთ წინა ვერსიები რა იყო? მედუზა არის ძალიან მაგარი გოგო. და დღეს საერთოდ სხვანაირი. მედუზა დეიდა. მოგწონთ ასე რომ მოგმართ. არა, აბა წინაზე არ თქვი რომ მედუზა. არც დეიდა, არც ქალბატონო, არც ბებია და რა ვიცი. არც ბებო არის სიამოვნება ახლა რომ მიმართო ბებოთი. მინიშნება არ მოვისმინო? მოდი ჯერ მინიშნება გვინდა და დავიწყებთ მერე. აბა, მინიშნების დროა. წარამარა დიდი და პატარა ღარიბ ხატაკი გადის ოსტატი ვარო გაიძახის რაო ოსტატი ვარო მე მგონი სულ არ მოგესმინათ ჯობდა მედუზა ყოფილა სახალხო მთქმელი ბაზა არა ლექსად გითხრა რაღაც მაგრამ არაფერი არ კარგი ღარიბი და ღატაკიო რაო ერთადი მეორე პეკლა მე ის კი არ მართლა თუთიყუში ისა ღარიბი და მოწყენილი ვის რა უნდა რავიღონო ისე კი იძახი შენ სულ რავიღონო ცრემლი მო ეკაპალიაშვილს კი იძახი სულ რომ დამტოვეს სიყვარულ რას ვფიქრობდი გენიალური სიმღერა შეიძლება ნახე მინიშნება იყოს ღმერთო ეხლა მან თუ ეკაკვალიაშვილის ის ეს ვერსია არაერთხელ გაჟღერდა მედუზას. კი, პირველი მე გავაჟღერე. არის ჩხუბოთ ეხლა. ვაიმე დღეს ანდრის რადგან მე უკვე დაბევებული მაქვს პირველ გამოსვლაში და ისედაც ვლიდერო, ფარინერვიულო მანიკა. საერთოდ არ ვღელო. მაინც პირველად მე მედუზაზე ნათქვამი მაქვს ეკაკვალიაშვილი, ამიტომ ეხლა მეტი მრავალფეროვნებისთვის აი სადღაც მაინც ვეძებ ამ არაჩვეულებრივ არტისტს და ეხლა აქ ისეთი ობერტონები ქონდა მედუზას სიმღერაში გამოყენებული რომ ვისაც დავასახელებ მის ხმას გავდა რაღაცით და ვეძებ და მინდა სადმე აღმოვაჩინო შეუდარებელი იანინიძე ამჯერად აი იანინიძეც ვეძებთ ყველა თოჯინაში ხტები ხო შორის ვეძებ მოგვიყვანეთ იანინიძე ფარაონშიც ვეძებთ იანინიძე ყველა თოჯინაზე დასახელდა იანინიძე არა უბედნიერეცი ვიქნები მართლა ნებისმიერიდან რომ გამოვიდეს ხო ია საოცარი მსახიობი და როგორი ლამაზი ძალიან ყველაფრით შემკული ნამდვილად ესე იგი დააფიქსირე იანინიძე ხო იანინიძე კარგი მე მივყვები მის მინიშნებებს დროს მიყვება ფეხდაფეხ ხო ანუ არ არის ჩამორჩენილი მაგრამ არის ასაკით დიდი თან ისე ფანტასტიკურად მღერის რომ მაინც მომღერლებში ვეძებ ახლა მომაფიქრდა რომ მე მგონი ეს ვერსია კარგი მომღერალი დაასახელე რა ჩემ ყბაში ხო იცები არ ჩავარდე მე ყოველთვის კარგ ხალხს ასახელებ ნუ ანებულეთ მედუზას მანიკა მედუზა ღელავს ახლა და არ დაფშავდა ეკა მამალაძეა ჩემი ვერსია ეკა მამალაძე არაერთხელ მოგვისმენია ეკა მამალაძის ვერსია და იყოს მედუზა ეკა მამალაძე ბასა დღეს სხვანაირი იყო მედუზა და რაღაცა მიუზიკლის ხმა მომესმა და უცებ წავედი ისევ უпростоრად დავბრუნდი ისევ ნატო მეტონიძეზე დაბედნიერება იქნება ნატო მეტონიძეს დავასახელებდი მიღებულია დაფიქსირებულია და გავაცილოთ შენი გრანდიოზული მედუზა გრანდიოზული მადლობა ასეთი ლამაზი პერფორმანსისთვის მას ჰერაკლეს 12 გმირობაზე პოემა ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ნინევიის ბიბლიოთეკაში დარჩა და ამიტომ სიუჟეტს ახლა სიმღერით გააცოცხლებს მაშასე ფარაონის სცენაზე. ხილად მოკვდავნო ფარაონის საიდუმლოებები
ფეთქებადია, როგორც ანტიკური ეგვიპტური ნიტროგლიცერინი. დიახ, თქვენ სწორად გაიგეთ. ჩვენ უკვე ვიცოდით ეს სიტყვა. აგვაფეთქა. ჩემი კარის ფსიქოლოგი ბრძენი და ბევრჯერ ნაცემი კაცი ყოველთვის მეუბნებოდა. ფარაონო, პირველი 3 წუთი უნდა გაუძლო სიფრაზეს. მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ ვისწავლე ეს ხელოვნება. თუმცა იმედი მაქვს, 100 წლის რომ გავხდები, აუცილებლად გავხდები მშვიდი და გაწონასწორებული. პირველი 3 წუთი უნდა გაუძლო არის ბოქსში. როდესაც გითხარით რომ წყაროები არ მიყვარს, ვგულისხმობდი სასმელ წყაროებს. ეს სასისხარი პატარა გუბურები, მაგრამ დიდი წყალი, ნილოსი, მლაშე ზღვა და ცურვა ძალიან მიყვარს. ბოლოს და ბოლოს მე ვარ ძირძველი ნილოსელი. ოღონდ ვენერაში არ აგერიოთ, ის იყო ნილოსელი და მე ვარ ნილოსელი. ნავი შენ მოგიწყნა. ყველა რატო წვება ნავში? ბარბეკიუ, დიახ. ფარაონსაც კი უყვარს კარგი შემწვარი ხორცი. ვიცი, ეს სიტყვა ცოტა შეიძლება გეხამუშოთ ძველი ეგვიპტის ეპიკურ ფონზე. მაგრამ მოკვდავებო, ფარაონის კი ცდილობს დროის სვლას ფეხი აუწყოს. წარმოიდგინეთ, პირამიდების შვილში იწვება ხორცი მეგობრების წრეში. კარგი, აქ გავჩერდეთ. ახლა კი კარგად შემომხედეთ. ფარაონი დგას თქვენს წინაშე. მოდით დავიწყოთ ეს ჟადოსნური ღამე და ვნახოთ, შეძლებთ თუ არა ამჯერად მაინც ჩემი ნამდვილი ვინაობის გამოცნობას. მოაბიჯებს ჩვენი ფარაონი. აბა იმ მოძრაობას კიდე გააკეთებ. ხეხებს ეგრე როგორ დგას. არ აკეთებს დღეს. უი კი. ო, გიждები ამის. ხახო ეს მოძრაობა იცით რა რთულია. არა სპორტსმენია რა. არ არის სპორტსმენი, მომღერალია. აუ მიყვარს ეს სიმღერა. ო I have often dreamed of a far off place where a hero's welcome would be waiting for me. აი თუ არ არის მომღერალი. Where the crowds will cheer when they see my face and the voice keeps saying, this is where I can go the distance, I will find my way. როგორ მეცნობა? If I can be strong, I know every mile will be worth my while. ნანაცნობი When I go the distance, I'll be right where I belong.
აი, იცი რა მართლა. ნიშნავს? ანუ ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა და რაღაცა სასწაულად იმღერა, სასწაულად. არ ვიცი ვინ არის. ბრავო. როგორ ხარ? მაგა. გავჯდები. ბრავო ფარაონს, საოცარი ნამღერი, საოცარი დადგმა, ტექსტი საოცარი აი აგაყენათ? ზოგადად ყველაფერი, აი ისეთ სრულყოფილი ნომერი იყო. და გილოცავ ეს მე მიმაჩნია რომ ფარაონის ერთ-ერთი აი ეგრეთ წოდებული ჰაილაითი იქნება ამ პროექტში ნამდვილად მაგა ვის არავის გაგონებდა ახლა ამ სიმღერას ხო იცი ხმაწვილობაში ვინ მღეროდა ვინ მღეროდა არა გავგიჟდები ახლა იმიტომ ხო იცი ვინ მღეროდა ვინ გიჟდებოდა ამ სიმღერაზე რატი დურგლიშვილი აფრენს ამ სიმღერაზე კი აი მართლა რატის ხმა იყო ხალხო ანუ ეს თან რა არის იცი რომ წინა ეპიზოდში ხო რატი დაასახელა ანრი არა ხო ახლა არ დავასახელე რატი მე დავასახელე შენ წინა დაასახელე? ეპიზოდში წინა ეპიზოდში აი მე სხვა არა არტისტი რატი ამან დაასახელა კენგურუზე და ნუ მართმევთ ვერსიები არა მანიკა როგორ გეკატრება მე შენ როგორ გეკატრება მეორე ეპიზოდში კი ეს ჩემს მერე გამეორება ცოდნის დედა მანიკა არ არის პრობლემა მაგრამ დღეს არ რატი ნუცუმე ბასა დაგვეხმარე მე დღეს მგონია რომ გომარა. დათო გომართელი მე წინა ეპიზოდზე მეგონა მაგრამ დღეს ბასას უფრო მეტად ვეთანხმები იმიტომ რომ ხმა ტემბრში იგრძნობოდა დათოს ხელწერა რადგან ახლა შენც ახლა დამოუკიდებლად გაგიჩნდა ის ვაიბი მოვიდა რომ შეიძლება ეს იყოს გომარა მეც წინაზე გამიჩნდა იმ და თან ნამღერზე მოძრაობებსაც, იმიტომ რომ დათოს აქვს ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა. და იცის ხოლმე რაღაცების კეთება და აი რატომ ძალიან კარგი გონია რომ ვერსია. დათოა. მანიკა შენ ესე იგი დღეს იყო ფარაონის საუკეთესო გამოსვლა წლევანდელ სეზონში. ჩემი აზრი ასეთია, იმიტომ რომ აი რაღაცა საოცრება ხდებოდა სცენაზე, თვითონ სცენოგრაფიაც უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ საოცარი დადგმა იყო. სიმღერის შესრულებაზე აღარ ვსაუბრობ, პროფესიონალიზმის და ჩემს მაგივრად უკვე თქვა ყველაფერი. ნახე მანიკა ჰერკულესივით ძლიერი შვენი ფარაონი. მაგალითად ისეთი ნამღერი ქონდა რომ მომწყვიტა ამ საოცარ სანახაობას, იმიტომ რომ ვუსმენდი ამ ხმას, საოცარ შესრულებას, რომ იქნებ ვიღაცის ტემბრი დავიჭირო და რაღაცა და ვიღაცა ვთქვა. და სულ რატი მახსენდებოდა? შენს. თუმცა ხმა მიამსგავსე შენს. მე ვერ. გეტყვი. ფარაონი რაღაცას გვანიშნებს. ტირის. ტირი, ფარა, შენ ტირო. ტირი, კომპლიმენტები. ეს ხარის რემლებია. თვალებს აი მე ფარაონი სიმღერა. ვიცი ყოველთვის ეს სიმღერა უშენობას გამახსენე. გამოვიდა ხობიდან. აგვამღერა ჩვენმა ფარაონმა. ესე იგი, დღეს ვთანხმდებით, რომ ჩვენი ფარაონი არის შემსრულებელი, მომღერალი, მინიშნებით თითქოს მეგონა სპორტსმენი ისევ, იმიტომ რომ რაღაცა იქ 3 წუთი იყო ნახსენება, აი 3 წუთი უნდა გაუძლო და თითქოს აი სპორტსმენებს ასე ვთქვათ, ამხლებებენ ხოლმე წინასწარ, ბრძოლის წინ, აი ამ სიტყვებით. ზე ამბობდი და 3 რაღაც. წუთი აქვთ ხოლმე სპორტსმენებს? ალბათ მომღერლებს 3 წუთიანი სიმღერა. არა, ვერ ვეთანხმები ეხლა მე 3 წუთი ბევრ ამეში არის პირველი 3 წუთი საჭირო. არა, იქ ისე იყო ნაჩვენები, რომ შენიღბათ როგორც სპორტსმენი. კარგი, მოკლედ ხმა ჩემთვის ამ ხმამ გამახსენა შვიდკაცას ნიკოლოზ კირვალიძე. ნიკოლოზ კირვალიძე, დედა ნიკოლოზ. რატომ არ შეიძლება რომ იყოს ჩვენი ფარაონი ნიკოლოზი? რატომ არ შეიძლება უნიჭიერესი და უკარგესი ჩვენი ნიკოლოზ კირვალიძე? კი ბატონო. მიღებულია? მე ესე იგი თუ ესე იგი ეს ბოლო 2 ეპიზოდი ჩემი და ბასას ისეთი ჯანსაღი ეჭვი არ გამართლდა და არ აღმოჩნდა ფარაონი დათო გომართელი ერთ ასევე არაჩვეულებრივ მომღერალს დავასახელებ ჩვენი სფეროდან დათო ხუჯაძე დათო შეძლებდა ასეთი მასშტაბის დათო ვიზე მაგნად აჰა დახე რო ყველას მანერა გწოდნია. ალბათ ანრი გააკეთე. დათო ხუჯაძე ვიღაცაზე. უი ანრი გააკეთე აბა. ვერ გაიხდი ნავი არ გააკეთე. აიმე მიშველე. აბა რატი გააკეთე? რატი არ კეთდება? კეთდება. ახლა რატი არ გეცემეს მიყვარხარ. რაო? კი.
ყოჩა. მოიცა ხალხო ერთი წამი ფარაონს მე აქვს მგონი ძალიან ავიყოლიე კარგი ფარაონი. გარდასახვის უნარიც. გაგვაგიჟა გადაგვრია. ამიტომ ვამბობ რომ არის გომარა. მიღებული მაქვს უკვე ესე იგი დათო კარგია ხუჯაძე. თუ აღმოჩნდა რომ გომარაა, მაგრამ ასევე დათო ხუჯაძეც სავსებით მიღებულია შესაძლებელია. სამი მომღერალი. იმიტომ რომ აგვიყირავ ახლა ისეთი მასშტაბური სიმღერა შეასრულა, რომ აი უბრალოდ რიგით მომღერალს ვერ იყვე. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კარგად მღერის, აქვს ხმა და აი ასეთი გაშლილი სიმღერების ასეც არის დარწმუნებული ვარ. მიღებულია თქვენი ვერსიები. ანრის ყვილად უხარია, იმიტომ რომ დათო ხუჯაძე მე მაქვს ნათქვამი ფარაონზე მეორე ეპიზოდში. დიახ. არა, მე სიმღერიდან გამომდინარე, ფიზიკიდან გამომდინარე. დამურკლაო, ხო ერთქვი. ერთი წამი ფარაონის მინიშნება. მასა გაგვაშველე თუ დავხოცეთ ერკულესივით ფარაონს. ფარაონს არა აქვს მინიშნება. არა, უკვე დავასახელეთ და მანამდე უნდა მოგვეფიქრებინა. მოდი რა, კი დაამატე. შეცვლა გინდოდა თუ რა ხდება, იქნებ ანდრი? შევცვალოთ. არა, ვერ შეცვლა, იმიტომ რომ ვერსიები უკვე დაფიქსირებულია. ჩვენ შეიძლება შემდეგ ეპიზოდზე გამოგვადგეს დღევანდელი არა, გვეუბნებიან წესებს არა, ძალიან შეხვედი შენ ახლა როლებში. არ შეიძლება. მოდი შემდეგი ეპიზოდისთვის შეინახე ეგ ვერსია. კარგი, გავუშვათ. ერკულესივით ფარაონი. მადლობა სიამოვნებისთვის. აპლოდისმენტები. ბრავო. მონაწილე ძალიან კეთილია და ყველა უნდა ეთამაშოს ვისაც უნდა, რადგან ის ჩვენთან თოვლის სახით მოვა. პუპის სცენაზე! თოვლის გუნდა უნდა გვიმღეროს. პუპის სოუსი გადიმოუსვი. დავარდა ყველა, დარჩა პუპი, ვაშა! ამჯერად ასეთი რამდამე სიზმრა და იმედი ამიხდება. ისე წინაზე გაამართლა სიზმრებმა და მე სპეციალურად ყოველდღე ორ-ორჯერ მეძინა. მოდი აბა ახალი რამდამე სიზმრება მეთქი. ყველაფერი იგივე, კედლები, საათი, სამეული, ტელეფონი. მეთქი ნეტა ისევ იგივე წელია თუ არა. ხოდა რომ დავრწმუნებულიყავი, ისევ ის ადგილი იყო თუ არა, კედელზე დავაკაკუნე და ხოი საოცრება. სეზამ გაიღე თუ როგორც არის. კედელი მოტრიალდა და რას ვხედავ? მეორე, ზუსტად ასეთივე სახლია. ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ ვიფიქრე. მოდი შევალმეთქი. შევდივარ და იქით დისკოტეკაა გაჩაღებული. დისკოტეკას გაჩაღებული არ უხდება, მაგრამ სიტყვა ძიგძიგს ნამდვილად ვერ ვიტყვი. აი მე მიშველეთ. ამ შენს დისკოტეკაზე ყველა იყო ვისაც კი ვიცნობდი. ნათესავი, მეზობელი, კლასელი. მეთქი რომელიმეს გამოველაპარაკები, მაგრამ ისე უცნაურად ცეკვავდნენ შემეშინდა. გადავწყვიტე და დავმალულიყავი და სააბაზანოსკენ გავიპარე. მეთქი აქ მაინც არავინ შემაშინებს ხო და შევედი თუ არა დავინახე რომ ცდილობდა ვიღაც აბაზანიდან ამოსვლას. აშკარად დიდი ხანი ცდილობდა და არ გამოსtildeოდა. კარი უცებ მივიხურე და გავიხვიძე. გავიღვიძე და აქ მითხრეს შენი გამოსვლის ჯერიაო. ხოდა საერთოდ ვერაფერი ვერ მივიღე ამ მინიშნებისგან. აი რატო გვაბიტურებთ ესე და დროს რატო გვაკარგუინებთ რა? პუპიკო! ეხლა თოვლი მოვა. ხა. მოსულია ნახე რა ხელა გუნდა სცენაზე. და არა მხოლოდ. ამ ანიმაციურ ფილმზე ბავშვობაში სულ მეჭირებოდა. მე მგონი ყველას არა რაღაც სევდიანია. უთხუზია ხო? აუ რა კომპოზიტორი. აუ რა სილამაზია. აუ როგორ მეყვარს ეს სიმღერა. ბრავო, რა საუბარია. როგორი სიმღერა.
ვინ არის? ცოტა თიკა ჯამბურია საცგა. ჩვენი ბავშვობა, ჩვენი უსაყვარლესი სიმღერა გააცოცხლა პოპიმ დღეს ვინ არის სცენაზე? საგონებელშიც ჩაგვაგდო. ლა 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 ნა 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 კიდევ ერთხელ ლა 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 Svimad gadaviketsi Shenkan gamoviketsi Remitsani kargo Kap, kap, kap Svimad gadaviketsi Bravo, Pupi, bravo. Ai, დაგვაბრუნა ბავშვობაში დაგვაბრუნა და პოპის ძალიან ამარად გადაიქცევი ზედა მოგვეძავა. სევდა ისედაც მოგვეძავა. ანდრი, რად გადაიქცევი? მე ვერ ვიტყვი ხმამაღლად უკვე სახეზე მაწერია გამწარებული ვყავართ პუპის რა. აი ახლოსაც არა ვართ მგონი ვერსიასთან ხო? აი ვერსია კი გვაქვს ბევრი, მაგრამ ძალიან შენიღბულია, ისე ლამაზად დაიწყო სიმღერა, აი პირველი ნაწილი, ხო ისეთი სასიამოვნო იყო და აი მერე, აი იმ ხმაში ვეძებდით დასაწყისში როცა იყო, მერე ისეთი ეს ტემპი რო შევიდა რაღაცა რიტმ სექცია ამბავი, მერე ტემბრის შეცვალა და დამეკარგა. არ მაქვს ვერსია პუპი. გიხაროდენ. მოვისმინოთ რა მინიშნება. მოვისმინოთ, აბა მინიშნება. ასე დაერქმეოდა დროის პერიოდს ერთ ქართველ რეპერამდე. ასე დაერქმეოდა დროის პერიოდს ერთ ქართველ რეპერამდე. რეპერამდეო? რეპერამდე. ასე დაერქმეოდა დროის პუპიტო მაგრად გაბნევთ. კი. ერთი წამი. ვერსიები გვაქვს გარბაში. გითხარით? ნათია დუმბაძე უკარნახობენ დარბა. კარგი, მე მაქვს ერთი ვერსია. საერთოდ ეს სიმღერა ძალიან მოუხდა პუპის. საოცრად შეასრულა და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები პუპიკოს. მე გამახსენდა თიკა ჯამბურია. წინაზე შორსაც ვერ გითქვამს. თიკა ჯამბურია. ყველა ნათქვამი მაქვს, ყველა. მე ჩემი ვერსიები ან მიწერია, რეკი ვიცით რომ არავინ არ დატოვე, მაგრამ ვინ არის ეს არის მთავარი. ეს ლეგიტიმურად იყო ის რომ დათო გომართელი გეგონა ფარაონი. მანიკას ვერსია დაფიქსირებულია, თიკა ჯამბურია. აბა რომელი ხართ მზად? მე ძალიან შორს წავედი. და რატომღაც უცებ ვიფიქრე ხომ არ არის ნუცა კუხიანიძე, არაჩვენებრივი. ვაიმე, ნუცა კუხიანიძე. ნუცა კუხიანიძე. ნუცა კუხიანიძე. მისი ამ ტემბრით, რომელიც მისი დამახასიათებელი ის არის ჟღერადობა, ხო დაბალი რეგა კონტრალტოა ფაქტობრივად და უცებ აი ესეთი წვრილი ხმით მაგრამ შოკი სიმღერა იქნება. არასდროს არ მომისმენია. ამიტომ თქვი რომ აბსოლუტურად შორს წავედი, საინტერესო. ეგეც იქნება ძალიან რა თქმა უნდა, მაგარი. მორიგი შოკისთვის დღეს უნდა იყო. თუმცა ფანტასტიკური მსახიობია და შეიძლება ისე შეინიღბა რომ არის კიდევაც რა და თქმა უნდა. თიკო სადუნიშვილი ხომ არ არის? აი რეპთან თიკო მახსენდება. ანდრი ძალიან ხო არ აყოვნება. მოდი დავასახელებ ნინი ქარსელაძეს. ნინი ქარსელაძე. არ მოგეწონათ ვერსია? როგორ არ მოგვეწონა? ძალიანაც მოგვეწონა. მაშინ ხათუნა ჟორდანია. მოდი ხათუნა ჟორდანი. ხათუნა! ხათუნა, კიო მოეწონა. ან გვაქვს? ხათუნა. ანეგარი. შეიძლება ხალხო ხათუნა რა ჟორდანია. შუაშია? და რადგან ფეხზე წამოდექი, ვაფიქსირებ ხათუნა ჟორდანიას. აი ასე. ხათუნა დამიფიქსირეთ.
მოდი გავაცილოთ პუპი, იმიტომ რომ ვერსიები უკვე ცნობილია. არა, შეიძლება იყოს ხალხო ხარ. აბა გაგუნდამდი პულისებში შემოპუპიტო. ის დღეს ძალიან გულუხვი იქნება და ერთი სიმღერით ერთბაშად 3 სურვილს აგვისრულებს. მაშასე კენგურუ სცენაზე! კენგურუ ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ფინალამდე ზუსტად ასე ვაპირებს სვლას. ნაბიჯ. ნახტომ. კარგად მიიწევ კენგურუ მინდა არის გითხრა. უნდა შეშინოდეს. შიჟი ეგრას ნიშნავს. ნული ფობია. რისი უნდა შეშინოდეს, როცა ერთადერთი არჩევანი წინსვლა. გაბრკოლებას ან ეჭიდები, ან გადააფრინდები და უკანტოვებ. ასე რომ არავინ თქვას, რომ კენგურუს რამე აშინებს. ფინალამდე მისასვლელად გამბედაობა აუცილებელი. არაფრის არ მეშინიაო. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი. ვირთხასთან ერთ ოთახში არასდროს გავჩერდებოდი. გქონია ფობია. არანაირი მეგობრობა არ აკავშირებთ. არც ადამიანებიდან გამიგია ვინმე ვირთხასთან რომ მეგობრობდეს. იცნობთ ვინმეს, ვისაც ვირთხა ლოგინში ეწვინა? არც მე. გველებთან უფრო გამოვნახავ საერთო ენას. ავსტრალია გველების სამეფოა. აქ 100-ზე მეტი შხამიანი გველია. ყველაზე მომაკვდინებელი სახეობებიც კი. მაგრამ კენგურუმ იცის როგორ მოერიდოს მათ. ზოგიერთთან შეიძლება საერთო ენაც ვიპოვო. თავარია ერთმანეთს გზა არ გადაუჭრათ. არადა გადაჭრა მე ხერხება. ნახე ისევ ფეხბურთის მოედანია. არც კაპიტნის სამკლაური მჭირდება რომ გუნდს გავუძღვე. ხო და ჩემო დეტექტივებო, ფინალი უკვე ჩანს ჰორიზონტზე. ასე რომ მოემზადეთ. კენგურუ არ შენელდება. მე როგორ უჩება ეს პრინცის ხუდი. მოვიდა კენგურუ შემოკუნტრუშდა. სულ კაი ხასიათია რა. საფირმო ნახტომით არის ისევ წარმოდგენილი. მეც. რაღაცა საოცრება ხდება. რა მაგარია! Let's do it into all buzzer. Hey, you let us through. It's a brand new start. Oh, competitors on your bottom names is shining. Where did she go? We know fingers off. You gonna love this guy. Prince Ali, Sadly she, strongest time, rival the man, definitely. Yes, plastic galloping hornets, 100 bad guys with swords, who send out goose to their lords. Why Prince Ali? Now she's got. Now the ladies, what you got? When it comes to exotic type mammals, everybody help me out. He's rising onto you. It's a one-class menagerie. Prince Ali has to be she, all the above one. That's the she. სინქრონში როგორ შეყვავს შეხედეთ. So get on out of that square and just around and prepare to get them down on its back at Prince Ali. სინქრონში როგორ აკეთებს ხალხო? Your princess was hot. მაგარი ნომერია. And that the people is fly. He got all cute and drop by. With 60 elements.
გასიკრები შოუში. What? კენგურუ არის ყოვლის შემძლე. კენგურუ არის შენი ჯინი. დასვი კენგურუ გაუშვი სახლში ალადინი. ეს რეები ჩაგვიტარა. რა კარგი იყო. კენგურუ, როგორ ხარ? აი, ესე. ხო, დაიღალე. სულელები შეასრულე? აქედან არ ჩანს არაფერი. კარგი, ეხლა გვეტყვის ჩვენი ანრი. რას გეტყვის ანრი? აკვირდა. ესე იგი, კენგურუს ხომ მეთანხმებით, რომ არის ჩვენი თავის ტკივილი. მე შენი ჭირიმე არ გადმოვარდე ერთი და დაჯექი შენაძილას. ისე ხომ იხდება აქსიარული, ესე. ნახეთ, მინიშნებებს ჩავეჭიდები. იმიტომ რომ იქ ამბობს რომ ჩემი ვირთხასთან ერთად ოთახში ყოფნა არის საშიში და წარმოუდგენელიაო. მე წავედი ხა ვისეშინია ვირთხების წინა ეპიზოდებზე თქვა რომ სპრინტერი ვარო და ვინც მახსენდება რომ ვირთხების საშინლად ეშინია და მეტა ვის არ ეშინია. არა მე ნანახი მაქვს რა აქვს მას ჩატარებული იმ დროს როდესაც წრუწუნა დაინახა შემთხვევით და ერთხელ ქუჩაში ვირთხა და იმის მერე ის ქუჩები აღარ ფუნქციონირებს ფაქტობრივად და სხვა შორის ბავშვობაში იყო მორბენალი და ძალიან წარმატებული, ანუ რასცახიან სპრინტერი, ხო? პრინტერი. იყო სპრინტერი, ანუ კარგად დარბოდა და სპრინტერი. ვინ არის? გაგვიმხილე, გადავირიე. ანრი დაჯექი გეხეთებით სულ. გამოაჩინეთ, მე ვასახელებ რომ კენგურუ არის კაკი ბოლქვაძე. ვაიმე. აბა, ჩავიდეთ აქ. აჰა. კაკი ბოლქვაძეო. ნახე, ვერ გავიგეო, გეუბნება კენგურუ. მანიკა, ამბასა რომელი ხარ? აი პირველად ვარ რომ ვერსიაც კი არ მაქვს, თავზარი მაქვს დაცემული. რა გვიქენი ამბასა შენ გისმენთ? მანიკამ თქვა რომ არის ყოვლის შემძლეო კენგურუ. ხო, ყოვლის შემძლე მე მეგულება მერაბნინიძე. მერაბნინიძე რომელსაც უკვე მე რამდენად გისმენთ? კი, კენგურუზე მე მაქვს ნათქვამი მეორე ტურში. აჰა. იმიტომ რომ კარგია და ამიტომ ეს ამერიკა. არა, ნახე, არა, მაგიტო კი არა, ამერიკა იყო მინიშნება ერთ-ერთ პროფაილში და სულ ვიხსენებ ვინ არიან ქართველები ამერიკაში, აი წინაზე მერაბდვალიშვილი, ამიტომ ვთქვი. მერაბნინიძე ძალიან კარგი ვერსია, იმიტომ რომ მართლა არის ყოვლის შემძლე. მოედანი კადრში. კი ბატონო, მერაბნინიძე ბასასგან მივიღეთ და შენგან ვის მივიღებთ ჩემო მანიკამ. დატოვებ მერაბდვალიშვილს თუ? ამერიკაში ქართველი მოღვაწე, ვინ გახსენდებათ ხალხო დამეხმარე. მოღვაწე ძალიან კარგი ხო, ბჭყალებში. მანიკა, აი ბიჭი. ბევრია ხა ამერიკაში ქართული ემიგრაცია წარმატებულ რელსებზე. ხო? ლაშა ბექაური თქვის ხვათაში. ლაშა ბექაური საქართველოშია. ლა საგონებელს. კარგი იყოს ისევ მერაბდვალიშვილი. ჰოპა. გავქნა. კენგურუ შენ ხან ჩემი თავის ტკივილი მართლა. კენგურუ თუ შემდეგში არ მოგცემს უფრო მეტ ხელჩასაჭიდ მინიშნებს. ანუ არ შეიძლება ასე. კენგურუ მოდი შენ წადი პოლიციაში და რამე კაი სურვილი ამისრულე. მადლობა, ბრავო კენგურუ. ბრავო კენგურუ. ბრავო არაჩვეულებრივ მომents. მაყურებლის პირველი რჩეულია არ მჯერა რომ ამ ორიდან რომელიმე არ იქნება. მოისმენი. ხამზარი ერთად დაგვეცეს სამჯერად. აბა ერთად ნახოთ. აუდიტორია აირჩევს თავის ფავორიტ გმირს და მოემზადება ფარული კენჭისყრისთვის. მოდი ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიები. მოდი ერთად გამოვაცხადოთ და გადაცემის სპონსორია სახის მოვლის და თმის მოვლის ესპანური ბრენდი
ბიფაზი. ევროპული ხარისხი და ფართო ასორტიმენტი მხოლოდ ავერსის აფთიაქებში. ჩვენი სპონსორია ყინულივით ცივი კოკა-კოლა. ის ერთი ჯადოსნური ინგრედიენტი, რომელიც ყველაფერს აგემრიელებს. გადაცემის სპონსორია რესტორანი კოლონადები ქვევრისგან, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ძველ ბულვარში. იქ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, შიდა და გარე სივრცეები, ქართულ ევროპული სამზარეულო და ცოცხალი შესრულებით მუსიკა აბუ. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. ნევერლენდი საქართველოში ნომერ 1 ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. რადიო იმედი, ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა. 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. მადლობა აბუ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. აბა გაცილებთ. ახლა კი აუდიტორიას ვთხოვ, მოიმარჯოს სპეციალური მოწყობილობები და მოემზადეთ ფარული კენჭისყრისთვის. თქვენ შეგახსენებთ, რომ ირჩევთ თქვენს საყვარელ გმირს, რომ ვიხილოთ შემდეგ ეპიზოდში, ვინც მოგწონთ და გიყვართ. მაშ ასე ხმის მიცემა დაიწყო! სანამ ხმის მიცემა მიმდინარეობს, მოდი კიდევ ერთხელ ვნახოთ და გადავავლოთ თვალი ჩვენი პერსონაჟების დღევანდელ გამოსვლას. It's a circle of life, and it moves us all through despair and hope, through fate and love. Cruella de Vil, and she doesn't scare you. No evil can win. Cruella de Vil, to see her is to take a stand. She's Cruella de Vil. Under the sea, when the starting begin, the music to me. What do they call the lot of steps? We got a high prestigious bet. Each little clown here know how to jump here under the sea. Like a shooting star, I will go the distance. I will save the world. I will face the time. I don't care how far. I can go the distance till I find my heroes will come wearing your So get on out of that square and just around and prepare to get them down and start at Chrysalie. ექვსი მარათონელი სცენაზეა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მაშ ასე მაყურებლის პირველი რჩეულია სამივე სურვილი თავისთვის გამოიყენა კენგურუ. გილოცავ კენგურუ და გელოდებით შემდეგ ეპიზოდში. მეორე
მეორე ფავორიტი გახდა ზღვის ბინადარი მედუზა! გილოცავთ მედუზა, გილოცავთ. მაყურებელი შემდეგ ორშაბათს იხილავს. შავ-თეთრი კრუელა კი არა და პანტერა! პანტი გილოცავთ. ახლოვდება კულმინაცია, საიდანაც სამი მონაწილიდან ერთი არის გულშემატკივრის ფავორიტი. მას ასე. ის არის მეც ნერვიულობ. თოვლის გუნდა პუპი! და. გილოცავთ პუპი. და. სცენაზეა მუხლუხო და ფარაონი. ვაი. დეტექტივებო, ახლა თქვენი დროა. გადაწყვიტეთ, ვინ მოიხსნის ნიღაბს. მუხლუხო თუ ფარაონი? მე დავიწყებ. გეგონოს. დღეს დავიწყებთ თქვენი სნებართვით მე და მანიკა. კარგი. გესმი? ვაი. საბოლოოდ რომ არ ჩამხოცოთ ერთმანეთს. დღეს მე ვიქნებით სუდი ბიჭი მაშინ. ბასა გისმენთ. მუხლუხო. მანიკა გაუთანაბრე ანრის. რომ მას კონდეს ესეთი ბევრი ფიქრის გადაწყვეტა. გარეშე მუხლუხო იხსნის ნიღაბს. ხო მე სწორად ვიტყვი რომ გავიგე. ფარაონი იხსნის და აირჩიოს ანრი. გიჭერთ მესმის. კარგი, ანრის ზეა გადაწყვეტილება. ანრი, როგორ ახარ? სულ არ მომწონს ახლა თურმე რა ცუდი რაღაცეები მიკეთებია. გესმის, დაგიბრუნდა? ხო, აი კარმა დამიხა საშინე თქვენ არიცით ახლა ხალხო როგორი ცუდი განცდაა რომ შენ გაქვს აქ ისა რა ქვია გადაწყვეტილების და ბოლო ჩვენ ქონდა ესეთი განცდა ზუსტად. და ორივე მართლა საოცარი. კარგი, ორივე დაგინდობ და მაგარია. ცოტა დროს მოგცემ. არ მომცე დრო არა, თან ისეთი არ ნომრები მოგცემ იყო დროს. დღეს. არ ვიცი. ორივე ერთმანეთზე უკეთესი. მუხლუხოს აპლოდისმენტები. ფარაონს აპლოდისმენტები. ასევე და აუ ვინ გავხსნა იცი რა მაინტერესებს მუხლუხო და ფარაონი ვიცნობთ ერთმანეთს პირადად არ გვეუბნებიან რა კითხვა ანრი არა მე რო არ მათრიონ რომ მოიხსნიან მაინც გათრევენ მუხლუხომ არა ანუ სხვას არ იცნობდი, რო არ გათრიეს? მაშინ მოიხსნას მუხლუხო აი ეგრე ვულოცავთ ფარაონს შემდეგ ეპიზოდში გადასვლას და ჩვენი საყვარელი მუხლუხო მოიხსნის დღეს ნიღაბს. სხვა რა გზა მაქვსო? ამიტომ მუხლუხო, მოდი ჩვენთან შუაში. ოღონდ სანამდე მუხლუხო აი, აი. მოიხსნის ვუთხრათ რომ არაჩვეულებრივი კი იყო. მე უკვე ვუთხარი თუ ის აღმოჩნდება თუ იქნება მაია ბარათაშვილი ან თუ იქნება იან ინიძე კეთს ვიხრი ორივეს წინაშე არ აქვს ჩვენს მნიშვნელობა ვინ მოეცდებით გაიხსნება ანრის. და რომც არ ამოვიდეს მაინც მაინც კეთს კეთ მოხრილია ნამდვილად. თიას და მაიას წინაშე არ მჯერა რომ ამ ორიდან რომელიმე არ იქნება ან აი არ იან ღრმად ვარ ინიძე, დარწმუნებული ან იან მაია ინიძე მაკა, ან მაია მაკა, ვერ ბარათაშვილი გავაჩერე, მანიკა, ვერ გავაჩერე. მე რომ არ ვედავო შეახსენე ვინ თქვა პირველმა ნამდვილად მანიკამ თქვა მაია ბარათაშვილი. მადლობა, მეორე ანრი, ვინ მადლობა. თქვა? შენ დღეს შენ შეუჩერებელი ხარ. ანუ არა, მართლა. ღმერთი სამობით არის ანრის და მესამე მე მეუბნები. ვიყავი მაშასე ჯადოსნური სიტყვის დრო დადგა ძვირფასო ტელემაყურებლებო და დამსწრე აუდიტორია. აბა მოიხსენი! ჩავიდეთ. მოსახლეები მოიხსენი! დავედი.
ვნახოთ. სამზარი ერთად დაგვეცეს ამჯერად. მოიხსენი მე ჩამოვიდი და მომეწიე აბა მოვედი. რა კარგია რომ ჩამოვიდით რა კარგია აბა ერთად ნახოთ ბასა ერთად ნახოთ საოცარი მუხლუხოში ნამდვილი დედოფალი, მაია. რეალურ ცხოვრებაში შეასრულეთ დუეტი. რატო არ მითხარი რომ ვიცნობთ ერთმანეთს? რატო უარყავი მამისკივილამდე? მე მეგონა ისე უფრო დამტოვებდი, მაგრამ ნახე მე ხო ფეთქებადი ხასიათი მე ეგრევე გაგწირე. ეგრევე გამწირე. არა უშავს, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ მე და შენ მეგობრები აღარა ვართ და კოლეგები აღარა ვართ. თან თევზები და მორიები. ხო, მე და შენ რა ვქნა, მარიკა თევზები ხარ? თევზები ვარ, თევზები. ზედა თევზების დუეტი რა იქნებოდა? ძალიან მინდა გასაცდელი დუეტი გექნებოდა. საოცარი ნომრები გვაჩუქე საერთოდ აი ყოველი ეპიზოდი იყო ჯადოსნური. ეხლა უნდა ვიქნა შენი ემოციები, შენი განწყობა. ჩემი ემოციები ძალიან საინტერესო. მე საერთოდ მიყვარს კონსპირაცია. თევზები. ხო, მე ძალიან მიყვარს კონსპირაცია, ამიტომ ეს დამალული, დაფარული, საინტერესო, ცოცხალი, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი სამუშაოა. გამოწვევებით სავსე, ხმის ტემბრის ცვლილება, საერთოდ სხვა ტყავში ჩაძრომა, ეს ცოტა არტისტული გამოყენება, ასე ვთქვათ, ჩვენ ისედაც ვიყენებთ სცენაზე, მაგრამ ეხლა მით უმეტეს, როდესაც უნდა დამეფარა ნამდვილი მე, მაგრამ სხვა შორის ბასა შენი კომენტარი მახსოვს, მუხლუხოში ვიღაც ისეთი ტიპიაო. გრანდი. ამაზე ვთანხმდებოდით ჩვენ. დღეს მაია იყო რა ეს. როგორ იწყება ის შესავალი. ინტრო გააკეთე თუ გახსოვს. When we არა ეგრევე გიგია. ესპანური სიმღერა როგორი მღერა? რომელი ერთი? ყველა გამორჩეული. მარია de Buenos, ხო? María de Buenos Aires. Yo soy María de Buenos Aires. De Buenos Aires, María no ven quién soy. María tango, María de Arrabal. აი საერთოდ ვერ გიცანით მარია. როგორ ნანო, ფეხა ფარაონი უნდა გამეგდო რა. აი ფარაონი უნდა აი ეხა აი რა დროს ფარაონი ამისთანა მუხლუხო ყავდა. შენ ესე ხო, ეგრე უნდა. Plan. They can never be found. The sun rolling high through the sapphire sky keeps great and small. All the endless round. It's a circle of light, and it moves us all. Through despair. Till we find our way.
თქვენ კი გვიყურეთ და თქვენთან ერთად გაცხადდება თუ ვინ არის. დუეტების ორშაბათი. ძალიან საინტერესო ტურში დავბრუნდით. ფარაონი, პუპი, კენგურუ, პანტერა და მედუზა. ჩვენი ჯადოსნური შოუს მადლობა რომ პაპაიზე გამოსცემდა ნამდვილი წლები. უკვე ნაცნობ ფავორიტებთან. 7 ივლისს. 22 საათზე. მე ვარ გაუგნებული. დუეტების მერვე ტური და ნახევარფინალის საგზური. ძალიან მაგარი და დაუვიწყარი შოუ პროგრამით. ვინ არის? ერთად ნახოთ ვინ გადადის ნახევარფინალში. იმედზე. გადაცემის პარტნიორი